გამოსვენოთ. აღარ უნდა გააუშვათ ხელი და უნდა ბოლომდე მივხვდეთ და ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენგან არჩეული ყოველ დღე სწორად და კარგად იქცევა. აი ხლა სტუდენტების დასაქმების პროგრამა რომ აქვს, ზამთარში რომ წაიყვანებო, ეს ხო არასწორია. პირველ რიგში გვინდა რომ წარსულს ჩავაბაროთ უსამართლობა და პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დახარისხება მომხრე მოწინააღმდეგე ხელისუფლების და მე ამის მიხედვით სამსახურში მიღება, სამსახურიდან გათავისუფლება ან სხვა სიკეთეების მიღება. იმიტომ რომ ეს არ გვეკადრება, ეს არ ეკადრება არც ჩვენს ქვეყანას, არც ერთს, არც თითოეულ მოქალაქეს. თავისუფლება ნიშნავს სწორედ იმას, რომ უნდა გქონდეს არჩევანის თავისუფლება, პოლიტიკური არჩევანის და ყველა სხვა ტიპის არჩევანის. ამიტომ გვინდა რომ ხელისუფლებამ ამაში ხელი შეგვიწყოს არჩევანის თავისუფლებას და ხელი არ შეგვიშალოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ბევრი საკითხი, სოციალური თემები, ტერიტორიული მთლიანობის თემა, ეკონომიკური წინსვლა, ეს გრძელვადიანი საკითხებია. ამას ერთი ხელისუფლება და 4 წელი არ ეყოფა. ბევრი მუშაობაა საჭირო. მაგრამ ის რაც სწრაფად და მალეა გასაკეთებელი და უნდა გაკეთდეს, ეს არის სამართლიანობის დადგენა, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, თავისუფლება, რომელიც წინაპირობაა ყველა სხვა პრობლემების მოგვარების. მეორე, რასაც კოალიცია პირდება ქართველ ხალხს გამორჩეველს, ეს არის თითოეულ ადამიანზე, მოქალაქეზე მზრუნველი ხელისუფლება. ჩვენ ბევრი ვართ აქ იმ ასაკის, რომლებიც კომუნიზმის მშენებლობაში მონაწილეობდით, მაშინდელი ხელისუფლება მიზნად გვისახავდა რაღაცა დიადი მიზნების მიღწევას და გვეუბნებოდა, რომ ამას თუ თქვენ შეეწირებით, არაუშავს. აი მომავალში იქნება ძალიან კარგი და ლამაზი ცხოვრება. რაღაცა დაახლოებით მსგავსი გამოვიდა ბოლო ხანებში ამ ხელისუფლების ხელში. იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ რაღაცა დიდს და კარგს ვაშენებთ, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანას, მსოფლიოში საუკეთესო ცხოვრებას, მაგრამ ეს მსოფლიოში საუკეთესო კი არა და მსოფლიოში საშუალო სტანდარტებიც კი ვერ ვიგრძენით და ვერ დავინახეთ მოსახლეობამ საბოლოო ჯამში. ამიტომ სახელმწიფო ავაშენეთ, ქვეყანა ავაშენეთ და ეხლა მოქალაქეებისთვის მოვიცლით, მივხედავთ, მეცარგებელს ვანახებთ, არასწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ქვეყანა და სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როდესაც თითოეული მოქალაქე და ოჯახია ძლიერი. მე დავით უსუფაშვილის ყველა შეხვედრებს ვესწრები. მით უმეტეს რომ საბურთალოზე ცხოვრობ და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი.